საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ამერიკელ მუსიკოსთა ქართული ფოლკლორის კონცერტი გაიმართა. მუსიკოს კარლ ლინიკის ხელმძღვანელობით ხელოვანთა ჯგუფმა მსმენელს იმერული მგზავრული, ძველებური მეგრული, ილიას ნანა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ნასწავლი ხალხური სიმღერები შესთავაზეს. კარლ ლინიკი მუსიკოსებთან ერთად საქართველოს უკვე მერვედე სტუმრა. ამჟამად ისინი ყვარელში იმყოფებოდნენ, სადაც ამერიკელ სტუმრებს ეთნომუსიკოლოგმა ნატო ზუმბაძე მორკვირიანი მასტერკლასი ჩაუტარა და 16 ქართული სიმღერაც ასწავლა. ეს ჩვენი მონაწილეები ჩამოვიდნენ ყველა თავისი ინტერესით, თავისი ხარჯით იმისთვის, რომ უნდათ რომ ესწავლონ ქართული ხალხური სიმღერა. ზოგი ჩემს ანსამბლში მღერის, ზოგი სხვაგან მღერის, მაგრამ ყველას აქვს სურვილი რომ ისწავლოს ქართული სიმღერა და რომ შეასრულოს კიდევ იქ სადაც ცხოვრობენ. მე მქონდა ბედნიერება ერთი კვირის მანძილზე მასტერკლასი ჩამეტარებია უძილფასეს ასე ვიტყოდი კოლექტივთან მეგრული სიმღერების სამეგრელოს კოლხეთის ძირითადად კოლხური ფოლკლორის განხრით და მოგახსენებთ რომ ხალხი რომელმაც სანოტო სისტემა არ იციან აბსოლუტურად არ აქვს მუსიკალური განათლება ნებისმიერ რთულ პოლიფონიურ სიმღერას ერთ დღეში სწავლობდით.